Просто თქვენ ასე ემოციურად ლაპარაკობთ იმის მასალა რომ უბრალოდ ნახოთ რა შეა პრობლემა. აი რა გაწუხეთ? მოდი დავიღოთ თქვენ მანქანების წესრიგს გაწუხებთ. ყველაზე მეტად სიმართლე გითხრათ არ მაწუხებთ მანქანების ძალიან და რატო იცი? ნუ გექნება გეყოლება მანქანა და იერი ავტობუსით ამის პრობლემა არ აქვს. მაგრამ როცა სახელმწიფო რესურსს ეხება უკვე და სახელმწიფოს მინგრებს საბანკო სისტემა და იმის გულისთვის რომ ვერ გადაიხადა ვიღაცამ არა შევცვალოთ. იმის გულისთვის რომ თქვათ მამისა ჯაფარაშვილმა გინდა თქვენ თუ ვიღაცამ რომ ვერ გადაიხადა ფული. ამ შემთხვევაში სახელმწიფო რესურს მიწას რომელზეც ჩემი სახლი დგას ვიღაცა მაკენზი როის აკუთრებს თქვათ საქართველოს ბანკის სახით არ არის სახელმწიფოს რესურსი ჩემი სახლი რომელზეც მიწა რომელზეც ჩემი სახლი დგას. მე ადამიანი ვარ მე არ ვარ სახელმწიფოს რესურსი. გამარჯობა შენი. ადამიანი არ შეიძლება იყოს რესურსი. ეს მონობას ნიშნავს, რომ ადამიანი რესურსია. ყველაზე დიდი მონობა არის საბანკო სისტემაში ჩადებული. ყველაზე დიდი მონობა. მაგრამ თუ თქვენ თავს სახელმწიფოს მონად მიიჩნევთ, არაფერი არ გამოვა. რას ნიშნავს სახელმწიფოს? როგორ შეიძლება რესურსი იყოს? სახელმწიფოს რესურსი როგორ შეიძლება ადამიანი იყოს? ერთი წუთი ტერიტორია, გეკითხებით. ტერიტორია, ჩემი სახლი, რომელზეც დგას. ეს თქვენი სახლია? ხაშურშია თუ ზუგდიდშია რა მნიშვნელობა აქვს თუ სად არის? და ის სახელმწიფოსი არ არის ამავდროულად? თქვენ თქვენი არის. არ არის ხო? არა, მე არ უყურებ ასე, მე როგორც ჩემს, მაგრამ აუცილებლად უყურებ როგორც სახელმწიფოს აუცილებლად. იმაში პრობლემა აი საკუთრება რას არის იმის კი არ გესწრება. პრობლემა ამაში არ არის, პრობლემა სახელმწიფო როცა უშვებს. აბა მიდით არაბეთში ან ისრაელში ან სადმე და იგივე გააკეთეთ. აბა თუ იქ არის ეს კანონები, რომ იქ ვიღაცამ იმის გულისთვის რომ ხელფასი არა აქვს საკმარისი და იძულებულია სესხი აიღოს, აიღო და სახელმწიფოს აქვს ის კანონი რომ მე სახელმწიფო აუქციონზე ერთი წუთით არა სახელმწიფო აუქციონზე აქ სახელმწიფო ნგრევაა ტერიტორია მიაქვს სხვას და საქართველოს 70% უკვე ბანკების საკუთრებაა და სახელმწიფოს რაღაცა არა 80% სახელმწიფო საკუთრებაშია დღემდე. როგორ არის სახელმწიფო საქართველოს ბანკის უკან ვინ დგას? საქართველოს ჩვენი ხელისუფლება? არა, სახელმწიფო საკუთრება მთავრობას გულისხმობს. მთავრობის საკუთრებაშია ქვეყნის უდიდესი ნაწილი. და ბანკების საკუთრებაში არის, სახელმწიფო საკუთრებაშია? და პროგრამები აქვს სახელმწიფო შუაში არის ამ შემთხვევაში. ვინ არის შუაში გეკითხებით? თქვენ გაწუხებთ. ამიხსენეთ პრობლემას არ შეხედავთ. ჩვენ დავიწყეთ პროცენტიო მაღალი არისო და რა შუაშია საქართველოს ბანკის უკან მიდგას აქციონერები არიან.